ეს ადამიანი თავისი პატარა ტვინით ფიქრობს, რომ შენ მის გარეშე ვერაფერს ვერ შეძლებ. იქნები ძალიან ჩაკეტილი. სახლიდან გასვლა არ მოგინდება, ჩავარდები დეპრესიაში და იქნები ძალიან უბედური და მიუხედავად იმისა, რომ შენ გაქვს შენი სამსახური, შენი საქმე, ფიქრობს, რომ ძალიან გიჭირს, რომ ენერგია გამონახო ამ საქმისთვის, საკუთარი თავისთვის და თითქოს თუ სოციალებში მეტნაკლებად ცდილობ კარგად წარსდგე, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ შენი იმიჯია და სინამდვილეში ხარ ძალიან უბედური, ძალიან დაღლილი და განადგურებული. მოდი ვნახოთ აბა რამდენად რეალურია ეს ყველაფერი, რასაც ეს ადამიანი ფიქრობს. იმიტომ რომ რაღაცა გონია, ნამეტანი გონია, რომ მთელი სამყარო იყო შენთვის და აი რო წავიდა ეს სამყარო თავზე უნდა ჩამოქცეოდა, მაგრამ რა ვიცი, ხა ეს არის პაჟის ფიქრები. რა ვიცი, ხა პაჟი როდის იყო მთელი სამყარო? სინამდვილეში როგორ ხარ? აი სინამდვილეში როგორ ხარ? სინამდვილეში შენ ფიქრობ, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღე, როდესაც ამ ადამიანისგან წახვედი და ამ ადამიანისგან წასვლა თავიდან კი იყო რთული იყო იმ ემოციური ინვესტიციის, ასე ვთქვათ, მიტოვება, რომელიც მასში ჩადე, მაგრამ ფიქრობ, რომ იყო ძალიან სწორი, იმიტომ რომ ეს ადამიანი იმის მიასეცაც კი არ გიბრუნებდა უკან, რასაც შენ მასთან გასცემდი და მისგან წასვლის შემდეგ შენ ძალიან დიდი ენერგია გამოგითავისუფლდა და ძალიან დიდი ენერგია მოგეცა. თავს გრძნობ ძალიან ცოცხლად, ძალიან ლაღად, პატარა ბავშვით და თითქოს თავიდან დაიბადე და თავიდან აინთო შენში ის ცეცხლი, რომელიც ამ ურთიერთობამ თითქოს შენში ჩააქრო. აბა ვნახოთ ვინმე თუ გამოჩნდება ახალი შენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ აშკარად ეს ადამიანი უკვე გადაშლილი ფურცელია შენთვის და დასრულებული თავია ცხოვრებაში. შენს მომავალში ვხედავ, ვაუ, კი, გამოჩნდება, ნამდვილად გამოჩნდება შენს ცხოვრებაში ახალი ადამიანი. ეს ადამიანი შეიძლება გაიცნო სოციალებიდან, ასევე შანსი არის, რომ ამ ადამიანმა დაიწყოს შენთან კომუნიკაცია კომპლიმენტებით და გითხრას, რომ ძალიან, ასე ვთქვათ, ძალიან მოსწონ ხარ და ძალიან დიდი ყურადღება მიიქციე, მისი ყურადღება მიიქციე რაღაც კონკრეტულით. და თითქოს გაფასებს ეს ადამიანი, ესე იგრძნობ, ხო? აქ იმიტომ უფრო ეს ადამიანი ურთიერთობას იწყებს კომპლიმენტებით, თქო რომ ბევრი კაცს ახასიათებს, რომ აი რომ მოწახან პასიური აგრესიით, რომ შემოდის, რომ რაღაცნაირად ცდილობს გაგაუფასუროს, დაგაკნინოს და ესე გამოხატავს ძალიან ბევრი კაცი, ასე ვთქვათ, შენს მიმართ ინტერესს და ეს ადამიანი ესე არ იქნება და ეს ადამიანი ამას არ იზავს. და ეს არის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი. ასევე შესაძლოა ეს ადამიანი იყოს ახალი დასრულებული ქონდეს ურთიერთობა და მასაც იგივე ტკივილები ქონდეს გამოცდილი, რომელიც შენ უკვე გამოიარე და უბრალოდ ეს გაითვალისწინე, რომ შესაძლოა ამ ადამიანს ჯერ არ ქონდეს მოშუშებული, ასე ვთქვათ, თავისი იარები და ნამეტანი სამაშველო როლს ნუ შეასრულებ მის ცხოვრებაში და მიეც საშუალება, რომ თავად გადაალხოს, თავად გაუმკლავდეს და როცა იგრძნობ, რომ ეს ადამიანი მზად არის უკვე სერიოზული ურთიერთობისთვის, მერე დაიწყე. სულ ეს არის რის თქმაც მინდოდა შენთვის, თუ შენ რეზონირდა ეს ინფორმაცია, დამიწერე კომენტარები, ხოლო პრიად სესიებთან დაკავშირებით გელოდები ინსტაგრამზე.